მილიონერი პრეზიდენტის კორუფციული სქემა დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ გაშიფრა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გაპრეზიდენტებამდე დეკლარირებულად მხოლოდ 130.000-მდე ევროს ფლობდა, მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში მილიონერი გახდა. კორუფციულ სქემაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურები. მიხეილ სააკაშვილი მითვისებულ ქონებებს ძირითადად ოჯახის წევრების სახელზე აფორმებდა. მასალები, რომელიც მე წამოიღე და კომისიას მინდა წარუდგინო, ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს უკანასკნელი სტადია ხრწნის, როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. მისი ქონება იყო სულ ბინა თბილისში, რომელიც იყო 95.000 ლარად შეფასებული. ბანკის სოციალ ჯენერალში ჰქონდა 9.500 евро, TBC ბანკში ჰქონდა 3.500 евро. მეტი სხვა ქონება მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნდა. მისი პრეზიდენტობის დასასრულს მისი შემოსავლები სულ იყო შემოსავალი 623.976 ლარი. ის რაც დეკლარირებული ქონდა, ის დედიკოზე და მამიკოზე და სხვა პირებზე, ძმაბიჭებზე გაფორმებულ ქონებაზე არ არის ლაპარაკი. ძირითადი ქონება არის რეგისტრირებული აგვისტოს ომის წინა პერიოდში. პროკურატურაში დევს 3 ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გინდა იჯერეთ, გინდა არა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში. ჯონდი ბაღათურიამ დღეს დეტალურად გაიხსენა საქართველოს უნივერსიტეტის დაფუძნების ისტორიაც. ბაღათურია ამბობს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიზანი განათლების სისტემაში მონოპოლიის დამყარება იყო. სააკაშვილის ოჯახის ასეთ მცდელობებს განათლების სისტემის კრახი უწოდა და ქუჩაში მიმდინარე პროტესტიც ამ კრახით ახსნა. გიული ალასანია და პრეზიდენტის მის თემურ ალასანიას როგვაგინებს სხვა ჩანაწერებში მისი ბიძა შვილი ალასანიას დაქალი მანანა სანაძე და რობერტ რაუფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთად აფუძნებენ შპს საქართველოს უნივერსიტეტს. შპს საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს. ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავადია უმაღლესი სასწავლებლები. 2013 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. ეს ბავშვები 1045 საჯარო სკოლაში ვისწავლობდა. გადაკაჩული იქნა მათ კერძო სკოლებში. განათლების სისტემის კრახი არის, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ასე პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება ადამიანს დააზეპირებულო, რომ შეთვის გაკეთებული კანონი, შენ რო არ გაგძარცვონ ფარას რასაც ვეძახით, ის კანონს დაარქვა რუსული კანონი და დაგაზეპირებინონ. ეს ფრანკლინის კლუბი ასე ჟღერს, მაგრამ აი ამ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან მითვისებული სახელმწიფოდან მითვისებული შენობაში სახელმწიფოდან ნაძარცვი ფულითა და ქონებით ხდება სახელმწიფოს დამხობის ცდელობა. ჯონდი ბაღათურია საგამოძიებო კომისიის წინაშე მიხეილ სააკაშვილის დროს ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსით წარსდგა. სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ ნაცმოძრაობის რეჟიმის ნამდვილი და ფსევდო ოპოზიციონერები ერთმანეთისგან გამიჯნა და ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი მაშინ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა. ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მობრძანებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თქვენ მას დაუსვით რეალური კითხვები მისი ოჯახის, მისი დედის, მისი კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, ის დარბაზიდან გაიქცა. მაშინ პარლამენტში სულ 4-5 წევრი იყო, რომელიც მართლაც რეალურად მოწოდებული იყო ბრძოლისკენ. იყო ასევე ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ჩვენ ინფორმაციაც გვაქვს, რომ ვანო მერაბიშვილი ბიზნესმენებს როგორ ზოგიერთ ედენებოდა იმ დანიშნული ოპოზიციისკენ, რომ ისინი დაეფინანსებინათ. ზუსტად ვიცით ის ბიზნესები, რომლებიც იძულების წესით სწორედ ქრისტიან დემოკრატების ხელმძღვანელს აფინანსებდნენ, ბატონ გიორგი თარგამაძეს, რომელიც ახლა გამოდის და დიდი ჟურნალისტის სახით გვევლინება და ამ კომისიაზე ჯერჯერობით ვერ ბედავს მოსვლას. იათ იმუქრებოდა პარლამენტის სხდომაზე, მე მახსოვს
მაშინ ელჩების მოწვევის პრაქტიკა იყო ასეთი და ჯონ ბასი იყო მას შეერთებული შტატების ელჩი და ხმა ჩამოვარდნილი ქონდა. გაოცებული იყო კაცი, იყო გაყინული იჯდა. სპეცდანულშილების რაზმი შემოიყვანეს პარლამენტის დარბაზში. 50 კაცი იყო შემოსული, მე მგონი ამის დასაწყნარებლად რაღაცა რო არ ჩაედინა. მაგათი წევრი მეუბნებოდა რომ ბოკერია მოაბრუნაო. ანუ ბოკერია უხსნიდა მას რომ სად გამოუყოთ თავი რომ ჯონდიმ გაგაქცია. სხდომაზე დღეს ბიზნესის დათმობის მორიგი ამბავიც მოისმინეს. კომისიის წევრებს საკუთარი ისტორია ბიზნესმენმა ჯუმბერ ბუზალაძემ მოამბო. ბიზნესმენს მის საკუთრებაში არსებული ავტომობილები მერაბიშვილმა და კოდუამ მათი მეუღლეებისთვის ჩამოართვეს და ყალბი ბრალდებით ციხეში გაუშვეს, რასაც ჯუმბერ ბუზალაძის ჯანმრთელობა შეეწირა. მოდის ბატონი მერაბიშვილი ხა და მოეწონა და გადაუშვა ხელი და ეცინება იქ ერთ მანქანასაც მეორესაც. ავიღე რომ ერთ მეუღლესთვის უნდა და თოდუას კოდუას კიდე ნანუკასთვის. ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა ორი ოპერატორით, გადამიღო, გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში, რომ ვარი თუ მიაკუზის მაფიოსთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში და დუბაიდან მოვყავს საქართველოს. ვიჯექი ერთი წელი იჯექით. ერთი წელი ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით ერთი წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ქონების მითვისების მორიგი ისტორია და რეჟიმის კორუფციული სქემის დეტალები საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება. კომისია კი კონკრეტული შემთხვევების შესწავლას განაგრძობს.